გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს პატარა ესეთი ვიდეო მესეჯი და პატარა ესეთი კონსულტაცია თქვენთვის, რადგან მოვიდა გაზაფხული, სხვადასხვა ადგილებიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან და ასევე უპირველეს ყოვლისა თბილისის გარეუბნებიდან მატყობინებენ, რომ საკმაოდ გავრცელდა რაოდენობა ვირთხებისა, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ საშიშროებას საკმაოდ წარმოადგენს ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, არა მხოლოდ ძაღლებისთვის, ასევე სხვა შინაური ცხოველებისთვის და ამიტომაც გამოაქვეყნე მე ტექსტური შეტყობინება, ტექსტური მიმართვა ძაღლების მფლობელებისთვის, რომ აუცილებლად გასაკეთებელი იქნება და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ ვაქცინაცია, როგორც რა თქმა უნდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ასევე კომპლექსური ვაქცინები, იმიტომ რომ ვირთხები ეს არიან ცხოველები, რომლებსაც მთელი რიგი ავადმყოფები, დაავადებები, დაავადებები გადააქვთ და საკმაოდ საშიშები არიან ძაღლებისთვის, იმიტომ რომ ძაღლები ამ დროს რადგან ამჟღავნებენ თავის ესე ვთქვათ გენეტიკას, იჭერენ, ნადირობენ ამ ვირთხებზე და ამიტომაც საშიშროებაა, რომ ეს დაავადებები შეიძლება გადავიდეს ჩვენ ოთხფეხა მეგობრებზე, ჩვენ ძაღლებზე. ასევე მინდა გაგიმხილოთ ერთი რამ, რაც პირადად გამოცდილი მაქვს მრავალი წლის წინ. იმ დროს მე ვეძიში ცხოვრობდი, კერძო სახლში და ჩვენთან ახლოს იყო და მეგობრობდა ერთი სამხედრო უცხოელი სამხედრო დიპლომატი, რომელმაც ესეთი საინტერესო რეცეპტი გვიამბო, რადგან მსახურობდა წლების განმავლობაში კორეაში და იქ კორეელებისგან ისწავლა ერთი საინტერესო ესეთი რეცეპტი, როგორ ავირიდოთ თავი და როგორ მოვიშოროთ გარკვეული პერიოდით ვირთხები. რაც არ უნდა ეს ჟღერდეს რაღაცა ცოტა უცნაურად და სასაცილოც, მაგრამ მე გამოცდილი მაქვს პირადად პრაქტიკაზე ეს რეცეპტი, რადგან კორეაში ძალიან გავრცელებულია ეს თავიანთი, ესეთ ვთქვათ, ეს ვირთხების ერთ-ერთი ტიპი ამ ვირთხების, რომელიც ძალიან დიდ ზარალს აყენებს მათ სუფრის მეურნეობაზე და ამიტომაც არსებობს ეგეთი ხრიკი. ესე იგი, ვირთხა, ჩვეულებრივი ვირთხის საჭერით, ან მით უმეტეს თუ ძაღლმა დაიჭირა ვირთხა, მოკლა ვირთხა, ამ ვირთხას უჭრით კუდს, კუდი უნდა დაწვათ თქვენი, რა თქმა უნდა, ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, უპირველეს ყოვლისა კი არა, ვისაც გარეთ გარეუბნებში, კერძო სახლებში აქვთ თავისი ტერიტორია, ბაღები და ეზოები. აი ამ შუა თქვენ ტერიტორიაზე ამ მოჭრილ კუდს, ვირთხის კუდს წვავთ გარკვეულ პატარა კოცონზე, შეიძლება გაზეთებზე, ჟურნალ გაზეთებზე, ან კარდონზე, ან რაღაც პატარა ხეებზე. გარკვეული პატარა მანძილის 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ამოიწვება, ტოვებთ ნახევარი საათით და მერე ამას ამ ნაცარს ყრით ან იქვე თქვენ ტერიტორიაზე მარხავთ მიწაში. არაფერი არავით არ აქვს მაგია და არავით არის ის არა ქვია არ არსებობს, იმიტომ რომ უკვე ცნობილია, კაიხანია ცნობილია, რომ ვირთხებს აქვთ საკმაოდ განვითარებული ინტელექტი, აქვთ ინფორმაციის გადაცემის უნარი, აქვთ ასევე ძალიან კარგი მეხსიერება, ასევე ვირთხა თქვენ შეიძლება იცით ნაწარმოებიდან და ინტერნეტიდან, რომ ვირთხაც ასევე როგორც ძაღლი და სხვა ზოგიერთი ცხოველი კარგად იწყდება. ისე რომ ეს მთავარია, რაც აქ ჩვენ გვაინტერესებს, აი ამ ინფორმაციის გადაცემის უნარი სხვა ვირთხებისთვის. ესე იგი, ეს დამწვარი ვირთხის კუდის და ვირთხის, ესე იგი, სუნი გადაეცემა როგორც განგაში ერთი ვირთხა გადასცემს სხვებს
და ის პოპულაცია, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც ცოცხალია, ესე იგი ის თაობა ვირთხების, ამ ტერიტორიაზე არ შემოდის, დაახლოებით რადიუსია თუ ღია მინდორია, ახლა იქ რა თქმა უნდა დიდი რადიუსია, შეიძლება კილომეტრამდე, მაგრამ თქვენ ეზოსთვის და თქვენი ბაღისთვის თუ დაახლოებით რადიუსია შეიძლება 400-500 მეტრი მეტი არ იქნება. აი ამ კოცონისგან. და მე გამომიცდია პირადად ეს ვეძიში, რამოდენიმეჯერ 2-3 წელი არც ერთი ვირთხა ამ ტერიტორიაზე აი ამ დაწვის, კუდის დაწვის შემდეგ არ შემოსულა. აი ეგეთი საინტერესოა კორეელების ხრიკი და კორეელების გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარა სამხედრო დიპლომატმა უცხოელმა და რომელიც ძალიან პრაქტიკაში ძალიან გამოგვადგა ადრე, მე გეუბნებით ჯერ კიდევ 90-იან წლებზე. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გაზრდებოდეთ.